ალბათური ლიდერი ჯანმრთელს. მისთვის სცენა ნამდვილად არ არის უცბო. მოგესალმებით. მე მგონი ძალიან დაივალა ეს საზოგადოება მოსული და ელოდება ჩვენ ყველა დღეს მოვედით იმ გეგმის მოსასმენად, რომელსაც ველოდებით მოუთმენლად და ალბათ უკვე დამთავრდება ეს გამოსვლები და კონკრეტულ ლაპარაკზე გადავალთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად შევკრებილ ვართ, მე ნაწილ სახეებს ხედავ, ბევრჯერ ყოფილ ვართ ამ დარბაზში, სხვა დარბაზში, ქუჩაშიც. ბევრჯერ მოგვისმენია ის, რასაც დღეს ვისმენ და როცა ბატონის ზვიადი ბრძანებდა, ხო არ დაიღალეთ, ჩვენ არ დავიღალეთ. დავიღალეთ ბრძოლით კი არა. დავიღალეთ მუდმივი იმედგაცრუები. აი ამან დაგვალა მუდმივმა ღალატმა. მე თქვენ ძალიან კარგად თქვენს არ გახსოვთ, თქვენ მაშინ უწასული იყავით, როცა შიმშილობდით და უკვე ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, რომ თქვენ გაგაქანეს სამანტყოფოში, მე იქ მოვქანდი და მე ვთქვი, რომ მე დავჭდები აქ, როგორც ეს ხალხი გადარჩესო. და მე მახსოვს თქვენი მეგობარი იქვე მოშიმშილე პრედმოსული თორთლაძე. მე ეგეც მახსოვს, ეხლა თქვენ აქ ახარ და ის არ არის, ეგეც მახსოვს. ასე რომ, აი ესეთი იმედგაცრუებები ძალიან ბევრი გვინახავს უკვე და როცა თქვენ მეხსიერებაზე ბრძანებთ, ალბათ ჩვენ დროა რომ ეს მეხსიერება ცოტა უფრო ხარიფონდეს და ადამიანებს სიტყვებით კი არ ზომავდეთ მათი საქციელისგან გამომდინარე. ეს ეხება როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, ისევე პოლიტიკოსებს. ალბათ დადგა ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და ცოტა უფრო კაცრი და მომთხოვნი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. იმიტომ რომ სხვანაირად კარგი საქმე არ კეთდება. ჩვენ როცა დავიბნელებ თავს და ერთი და იგივე შეცდომას ბევრჯერ დავუშვებთ, მუდმივად ჩაკეტილ წრეში ვიქნებით. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვიანმა, ეხლა უკვე 6-იანმა საზოგადოებისთვის, მე ასე მგონია, ჩემნაირი ადამიანებისთვის გადადგა ძალიან პრინციპული ნაბიჯი. ის არ წავიდა რაღაც კომპრომისზე და შემოგთავაზა ახალი რამ, რომ მას კი არ უნდა კოსმეტიკური ცვლილებები, არამედ მას უნდა დიდი შეცვლა მოხდეს, ესე ვთქვათ, გლობალური. და ჩვენ სწორედ აი ეს ადამიანები ვინც დღეს თქვენთან მოვედით, სწორედ ამის გამო, ამ დაფასების გამოც მოვედით, იმიტომ რომ ეს არის საქციელი თქვენი მხრიდან. ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რომ პოლიტიკოსობა, პოლიტიკა ეს ბინძური საქმეა. მაგრამ მაინც ჩემი მოთხოვნა, როგორც არაპარტიული ჩვეულებრივი მოქალაქის, ყოველთვის იქნება იცოდით ზნეობრივ რაღაც კრიტერიუმებთან დაკავშირებული. მე ყოველთვის პოლიტიკოს მოვთხოვ წესიერებას და მე მინდა ჩემ ქვეყანაში დადგეს ის დრო, როცა წესიერი პოლიტიკა იქნება წესიერი და ხელისუფლებაში მოვლენ წესიერი ადამიანები. ამიტომ ჩვენ პრინციპულები ვიქნებით თქვენს მიმართ, ის რომ ეხლა თქვენ ხალხს გიჭერთ და მოვდივართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უპირობოდ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ჩვენ შემოგთავაზებთ. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ჩვენ უკვე გამოცდილება გვასწავლა, რომ შეიძლება ისიც მოხდეს გზადაგზა, რომ 6-იანი გახდეს 4-იანი, 3-იანი, 2-იანი, ღმერთმა დაგიფაროთ. ან შეიძლება პირიქით, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ მე მაგალითად პირადად უკვე იმასაც ვგებულობ, რომ ირჩევნია, რომ 3-იანი დარჩეს, ან 2-იანი, ან 4-იანი, მაგრამ ის იყოს ნამდვილად ის 4-იანი, ვიდრე იყოს რაღაცა გაფერილი 1-იანი, რომელიც მერე მიღალატებს, სადღაც რომელიღაცა გზაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ ის რაც მოხდა უკეთესობისკენ და არა უარესობისკენ. დღეს ჩვენ შევიყავით ძალიან დიდი დობით გამშვავილი ჩვენს მიმართ და ველოდებით თქვენგან დიდ ცვლილებებს. მხოლოდ ლაპარაკის დონეზე არა, კონკრეტულ საქმეზე. ეხლა მე რო ჩამოგისახელოთ რა პრობლემებია, როცა თქვენ ჩვენგან ითხოვთ თავგანწირულობას, ჩვენ ბევრჯერ მივსულვართ და ხრამშიც გადავარდნილვართ. უკვე იყო ესეთი ამბავი. მე 26 მაისი არასოდეს არ დავარისდება. ეს ჩემთვის უბედნიერესი დღე იყო ერთი მხრივ, იმიტომ რომ მე ამდენი ღირსეული ქართველი ვნახე იმ მოედანზე და არასოდეს არ დამარისდება. და მეორე მხრივ ეს იყო კიდევ ერთი დამარცხება ამ ღირსეულ
აკეთებენ მანამდე, აი